იცნობს ღაფრებს მე გიყვები მათ მე ზუსტად ისევე ფერაც როგორც მინდა რომ ყავდე უსმენ დავითვლის უთქვას ბედნიერ მე შენს თვალებს გამარჯობა, დღეს ისევ მშობელთა კრებაზე შევიკრიბეთ და დღევანდელი ეპიზოდის თემა ეს არის სპორტი და ბავშვები. რა თქმა უნდა, საკამათო არ არის, რომ სპორტული აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობისათვის, მათი მომავლისთვის, თუმცა სწორედ შერჩეული დატვირთვის და სწორედ შერჩეული სპორტის სახეობის გარეშე შესაძლოა გარკვეული ტრავმების და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეთ. რა უნდა ვიცოდეთ იქამდე სანამ ბავშვ სპორტის რომელიმე სახეობაზე შევიყვანთ და რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ჩვენს წინაშე. ამის შესახებ ვისაუბრებს დღეს ჩვენ სტუმართან ერთად. ვერა ბარძიკაშვილი, ტრავმატოლოგი არის დღეს ჩემთან ერთად. სალამი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის სპორტზე შეყვანა. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ 4 წლამდე სასურველი არ არის. რამდენად რეალურია ეს? კი ბატონო, გეთანხმებით, რეალურად ეს რაღაც მეტნაკლებად დამოკიდებული არის იმაზე თუ ალბათ პირველ რიგში ჯერ ბავშვს რის შესურველი აქვს, მშობელს რის შესურველი აქვს, თუმცა რაღაც ბევრი ასაკობრივი ცვლილება, ფიზიოლოგიური ცვლილებები გასთვალისწინებელია იმისთვის, რომ ამდენად მომწიფებულია ბავშვი იმისთვის, რომ შეასრულოს ის კონკრეტული დავალებები. ესეთი კონკრეტული ერთი ასაკი რო ფიქსირებული იყოს, რაზეც შეიძლება ვთქვათ, რომ გინდა თუ არა ამ ასაკში უკვე შეგვიძლია შევიყვანოთ არ არსებობს, თუმცა როგორც წესი სადღაც 5-6 წლის ასაკიდან ინდივიდუალურია, 5-6 წლის ასაკში ყველა ერთნაირად არა ვართ განვითარებული ბავშვთა ასაკში, რომ მეტყვიან ზოგს 5 წლის ასაკში არის, მაგრამ 6 წლის აღნაგობა აქვს უფრო დიდია და შეიძლება ამასთან ფიზიკურად რაღაც დავალებების შესრულება, თუმცა ესე უხეშად რო ვისაუბროთ, 5-6 წელი არის ზუსტად ის ასაკი, როდესაც შეიძლება რომ ბავშვი შევიყვანოთ სპორტზე და მივცეთ რაღაც კონკრეტული მიმართულება მისი სურვილიდან გამომდინარე. როგორ უნდა შევაფასოთ? ან მშობელს შესწევს თუ არა იმის უნარი, რომ სწორად შეაფასოს, რამდენად მზად არის ბავშვი კონკრეტული სპორტის სახეობისათვის? კარგი კითხვაა და სწორი კითხვაა. რეალურად აქ უბრალოდ გასათვალისწინებელია ერთი ყველაზე მთავარი რაღაც. ბავშვი დაბადებიდან რაღაც კონკრეტულ პერიოდამდე მიხვება და არის მეთვალყურეობის ქვეშ, პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ და თუ რაიმე სახის წინააღმდეგ ჩვენება ჯანმრთელობის მხრივ, თანდაყოლილი სიტუაცია ან გულის მხრივ რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, მასთვის არანაირი წინააღმდეგ ჩვენება არ არის იმისთვის, რომ ბავშვი არ იყოს ფიზიკურად დატვირთული. პირიქით, აუცილებელიცაა და სასურველია, რომ რაღაც გარკვეული კონკრეტულად ერთი სპორტის მიმართულებით მე არ ვიძახი, რომ პროფესიულ დონეზე იფიქროს, არამედ იფიქროს იმ დონეზე ბავშვმა, რომ დაკავდეს, გაერთოს რაღაც ერთგვარი სახალისო ვარჯიშებით ფიზიკური აქტივობა მოხდეს ჩანაცვლება. ანუ პირველადი შეფასებით გვაფასებს პედიატრი, თუმცა აუცილებელია თუ არა, რომ მაგალითად ცალკეულ სპეციალისტებთანაც მივიყვანოთ, მათი რეკომენდაციებიც მოვისმინოთ, იმიტომ რომ შესაძლოა ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა იმ მომენტისათვის ბავშვისთვის ნორმალურია, თუმცა აღმოვაჩინოთ რაიმე ესეთი ნიუანსი, რომელიც შესაძლოა დიდ პრობლემაში გადაიზარდოს, თუ ბავშვს ფიზიკურად დავტვირთავთ. თუ პირველი ეტაპი მაინც არის პედიატრის შეფასება, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთ მშობელს არ დაესიზმება მარტივად თქვა, რომ რაღაც სიტუაციაზე ბავშვს რაიმე სახის ძვალსახსროვანი პათოლოგია აქვს და მაინდა-მაინც უნდა მიიყვანოს თავიდან პირდაპირ ტრავმატოლოგთან, ორთოპედთან ან რაღაც ესეთი მდგომარეობა, თუმცა პედიატრი არის კიდევ ერთხელ ვიძახი იმ დიდი სამედიცინო ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, რომელიც აფასებს ბავშვის ზოგად მდგომარეობას და ამ ზოგადი მდგომარეობის შეფასებიდან გამომდინარე ღებულობს უკვე გადაწყვეტილებას მიმართოს თუ არა მშობელმა ბავშვთან ერთად რომელიმე კონკრეტული სახის დარგის სპეციალისტი. ვთქვათ, კარდიოლოგთან ვიზიტი რამდენად აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვთქვათ, გულზე დატვირთვა ხშირ შემთხვევაში მოდის ხოლმე სპორტის პირველ ეტაპზე, კიდევ ერთხელ გეუბნებით, პირველ ეტაპზე არის პედიატრის შეფასება და პედიატრი აფასებს მის ამ მდგომარეობას. ზოგადად სპორტში დასაქმება და კარდიოლოგიური სკრინინგი, მოდი ესე ვიტყვი, ესეთი მიზანმიმართული, როდესაც უკვე სპორტსმენებს ბავშვებს უკეთებენ მინიმალურად მარტივად რო ვთქვათ ეხოკარდიოგრაფიას, ეს არის დაახლოებით 12 წლის ასაკი. ეს ის ასაკია,
რა დროსაც ყველა ქვეყანას ინდივიდუალური ნორმატივი აქვს თავის რა დროსაც იწყებენ სკრინინგს. ეს ის ასაკია, რა დროსაც ბავშვი შედის ეგრეთ წოდებულ გარდატეხის ასაკში და რა დროსაც ხდება ეს ბევრი ცვლილება, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელი არის მისი ფიზიკური დატვირთვის დროს. ასე რომ აი უხეშად რო ვთქვა, რაღაც 11-12 წლის ასაკში შეიძლება უკვე ეს იქნება ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი თუ ნებისმიერი სპორტი, წარმომადგენლები, მწვრთნელები, ფიზმოზადების მწვრთნელები, ხელმძღვანელობა, მოდი ასე ვთქვათ, იმ კონკრეტული სფეროს, სადაც არიან დასაქმებულები, ურჩიონ რეკომენდაცია გაუწიონ, რომ მოხდეს კარდიოლოგიური სკრინინგი ბავშვთა ასაკში აი ამ პერიოდში. აი რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ დროს, რამდენ ხანს ვარჯიშობს ჩვენი შვილი. მივიყვანეთ 5-6 წლის ასაკში ვთქვათ, რაც არის რეკომენდებული და შესაძლებელია თუ არა, რომ ბავშვი 3-4 საათის განმავლობაში იყოს ფიზიკურად დატვირთული, თუ იწყება რაღაც 9 საათით, შემდეგ ნელ-ნელა იზრდება ეს დრო ვარჯიშის. პირველი ეტაპი ყოველთვის, მოდი რაღაც ეს კონკრეტული ერთი მაგალითი ავიღოთ, ერთ-ერთი სპორტის, ფეხბურთის კონკრეტულად ვთქვათ, ყველაზე მასობრივი სპორტი მსოფლიოში და საქართველოში, რა თქმა უნდა. პირველი ეტაპი ბავშვთა დატვირთვის, ფიზიკური დატვირთვის არის ის, რომ იქ რაღაც ან სიმძიმების აწევაზე არ არის აქ საუბარი, აქ არის უბრალოდ ელემენტარულად ისეთ ვარჯიშებზე, სახალისო ვარჯიშებზე, ადრე იყო გადაცემა ესეთი მხიარული სტარტები ჩვენ ყველამ ვიცით, აი დაახლოებით მსგავსი ტიპის ვარჯიშებია, რომ ელემენტარულად ბავშვმა შეასრულოს რაღაც კონკრეტული დავალებები, რაც ბურთი მიიტანოს ერთი ადგილიდან მეორეზე. აი ამ გართობაში და ახსნაში თუ რა დავალება უნდა შეასრულოს და შემდგომ უკვე ეს ყველაფერი მოქმედებაში, პრაქტიკაში გადაიტანონ ბავშვებმა, ამას დაახლოებით 1 საათი, 1:15 წუთი სჭირდება. აქ გათვალისწინებულა თავისი დასვენებები, თავისი სითხის მიღებაც და ასე შემდეგ. ანუ ესეთი კონკრეტულად გინდა თუ არა საათზე მეტი არ ვარჯიშო, შეიძლება 1 საათი და 15 წუთი ვარჯიშოს და აქედან 9 საათი უბრალოდ ახსნა განმარტება მიდიოდეს იმ დავალების ყველა თითოეული ბავშვისთვის, სადაც 10-15 ბავშვი ვარჯიშობს ერთად, რომ ამან დაკარგოს დრო. მაგრამ ყველა სპორტი მაინც ინდივიდუალური არის, ყველა სპორტში არის, მოდი ესე ვიტყოდი, რაღაც კონკრეტული მარეგულირებელი ორგანო, საერთაშორისო, რომელიც აწესებს ამ ნორმატივს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ბავშვი ისე ამ მიმართულებით სპორტში, რომ მას რაიმე სამედიცინო ესეთი ცუდად ვიტყვი, დაღი არ დაასვას ცუდი მიმართულებით და მან შეძლოს ეს ყველაფერი ისე პროფესიული კარიერა ისე გამლოს, რომ არ მივიდეს რამე სავალალო მდგომარეობამდე. ამიტომ ეს ბევრი შიდა რეგულაციებია, ბევრი რეკომენდაციებია, რომლის გათვალისწინებითაც სამწვრთნელო პროცესში უშუალოდ მწვრთნელებმა უნდა მიიღონ ეს, ასე ვთქვათ. და ეს დამოკიდებულია სპორტის კონკრეტულ სახეობებზე, ცხადია. შეგვიძლია თუ არა ესე უხეშად ჩამოვთვალოთ, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე სახიფათო სახეობები რომელია, სადაც უფრო მეტი ყურადღება არის საჭირო, როგორც მშობლის მხრიდან, ესეც ცხადია მწვრთნელის, ალბათ, ექიმის. დიახ, ნახეთ როგორი რაღაც მასა, ეხლა კონკრეტულად ვერ ვთქვით, მან საკმაოდ სტიგმატ უნდა ჩახვიდეთ სტატისტიკაში და ისე თქვათ ამ ციფრებით ვისაუბროთ. ვერ ვიტყვი რომ ერთი სპორტი კონკრეტულად მეორეზე უფრო ტრავმიანია ამ პირიქით. იქიდან გამომდინარე რომ ყველა სპორტს თავისი სპეციფიკა აქვს, ყველა სპორტი გარედან შეიძლება იმდენად უხეში იყოს, რომ იფიქრო რომ ძალიან ტრავმული სპორტია, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით აბსოლუტურად საპირისპირო არის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ მასობრივად რომელი სპორტი უფრო განვითარებულია, რა რაოდენობის დატვირთვას იღებს კვირის განმავლობაში, აქ საათობრივ დატვირთვაზე არის საუბარი. როგორია მისი ფიზიკური აღნაგობა, ძვალსახსროვანი, კუნთოვანი სისტემის განვითარების მხრივ, რამდენია კონტაქტი, ესეთი ძალიან კომპლექსური საკითხია და ეს ერთი რომელიმეს გამოყოფა გამიჭირდება. არის თუმცა ისეთი სპორტის სახეობები, რომელიც უფრო ადრეულ სპეციალიზაციაში შედიან, ადრეულ ასაკში, ესე ვიტყოდი, აი ავიღოთ ტანვარჯიში მაგალითად ხომ, მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში შეიძლება არსებობს, მაგრამ ტანვარჯიშის დაკავებული პროფესიონალი სპორტსმენის პიკი არის სადღაც ალბათ 17-18 წლის ასაკი. ყოველ შემთხვევაში მე ასაც უყურებ სტატისტიკურად.
დღესდღეობით თუმცა 40 წლის ქრისტიანულ რონალდო ფეხბურთს თამაშობს და აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკაა. ამიტომ გეუბნებით რომ ვერ იტყვით თუ რომელი უფრო მეტად ტრაუმიანია, რომელი უფრო ნაკლებად და რა არის თუნდაც ასაკი, ზღვარი, სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ, ან საიდან შეგიძლიათ დაიწყოთ და დაკავდეთ სპორტით. რამდენად აუცილებელია რომ გარკვეული პერიოდულობით გადავამოწმოთ ექიმთან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ის ინტენსიურად არის სპორტით დაკავებული. დიახ, აი კარგი კითხვაა ძალიან და მე ხშირად ურჩევ ჩემს პაციენტებს, მშობლებს, ვინც მოდიან და მოყავთ ბავშვები გასასინჯად, ეს არ არის ჩემი მიმართულება, რომ იტყვიან, ანუ კარდიოლოგია სპეციალობა არ არის ჩემი, თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. წელიწადში ერთხელ მინიმუმ მაინც კარდიოლოგიური სკრინინგი უნდა მოხდეს, აი დაწყებული 12 წლიდან მინიმუმ წელიწადში ერთხელ ამ მშობელის მხრიდან, ან უშუალოდ იმ სპორტში დასაქმებული ადამიანების მხრიდან, საფეხბურთო კლუბი იქნება, საკალათბურთო, სარაგბო თუ რაც არის, რომ ავიცლოთ თავიდან რაიმე სახის, ასე ვთქვათ, გართულებები. ეს არის მხოლოდ ერთი პრევენციის სახე, რომ არაფერი არ გამოიპაროს. ძირითადად რა ტიპის ტრავმები არის საქართველოში განსაკუთრებით გავრცელებული, აი რა პრობლემებით მოგმართავენ ხოლმე? თუ ბავშვთა ასაკზე ვსაუბრობთ, დიახ, თუ ბავშვთა ასაკზე ვსაუბრობთ, ძალიან ესეთი ფართო ცნება არის ამ ტრავმების სპეციფიკაციებიდან გამომდინარე, სპორტიდან გამომდინარე. ხშირი არის სამწუხაროდ მუხლის ახსის ტრავმები, ასაკმა პირობითად რო ვთქვა 15 წლის წინ რაც იყო და ეხლა საკმაოდ დაიწია მარტივი პირობითად რო ვთქვა, ეხლა მარტივად მენისკის დაზიანებები, რომელიც ხდებოდა ადრე 16-17 წლის ასაკში და გიკვირდა რეალურად სამწუხაროდ შეიძლება შეხვდეს ბავშვი 12 წლის ასაკში, იგივე წინაჯვარედი ნიოგის დაზიანებაც. რა არის ამის მიზეზი, რატომ დაიწია საკმაოდ? ალბათ უფრო მასობრიობაც გაიზარდა, კონკრეტულად ამის პასუხი საერთაშორისო საზოგადოებასაც არ აქვს. საკმაოდ დიდი მსჯელობა მინისტრ ეს მარტო საქართველოს არ ეხება კიდევ. შემიძლია გითხრათ, ეხება ევროპაში, საერთაშორისო შტატებში ყველგან. სოფლიოს ტენდენცია არის და ამის მიზეზების გარკვევა ცდილობენ. არ არის კონკრეტული ერთი მიზეზი, რომ აი იმის გამო რომ მოხდა ეს, ამის გამო დაუზიანდა. აქ კომპლექსური მიდგომა არის. სამწუხაროდ ალბათ უფრო რაღაც გარემო პირობებიც მოქმედებს, არა ეკოლოგიური გარემო პირობაზე აქვს საუბარი, დიდი რაოდენობით სწრაფი კვების, ეგრეთ წოდებული ფასტ ფუდები, ობიექტები, რომლებიც არ არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა, და ბევრი სხვა და სხვა რეალურად. ხშირად გვხვდებით ძალიან ეგრეთ წოდებული შლატერის დაავადება, სევერის დაავადება, ეს ალბათ თითქმის სპორტსმენების უმეტესობას ბავშვთა ასაკში, თუ კი ვინმეს გამოუვლია. დიახ, თუ კი ვინმეს გამოუვლია, რეალურად ყველას ახასიათებს. ხანდახან მოდის ხოლმე ბავშვი და ესე ხუმრობით იძახის პირდაპირ კონსულტაციაზე, რომ შემოც მე ექიმო ვიცი რა ჭირს უკვე შლატერი მაქვს. ეს არის ეგრეთ წოდებული წვივის ზვალთან, სადაც კვირის თავი საკუთარი იოგი უმაგდება, ეს პატარა ბორცვი ვიყარიმდება, რა დროსაც გადატვირთვის, მოდი ესე ვიტყვი, გარდატეხის ასაკში გადატვირთვის შედეგად წამოსული პრობლემა არის. ეს არ არის ტრავმა კლასიკური, რომელიც შეიძლება შემთხვევაში დაჯახების შედეგად მოგივიდეს, ან კუნთი გაგიწყდეს პირობითად რო ვთქვა, ეს არის გადატვირთვის შედეგად წამოსული გარდატეხის ასაკში, როდესაც სწრაფი ზრდა არის პრობლემა. რომელსაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში დასვენების შედეგად ზოგი პაციენტს ფიზიოთერაპიული მკურნალობაც ესაჭიროება, სამკურნალო ვარჯიშები, აი ამ კონკრეტული მკურნალობის ჩატარების მერე სადღაც როგორც წესი თვენახევარ ორ თვეში გაზდის და უკვე უბრუნდება მერე ნელ-ნელა შესაბამისად თავის სპორტსაც. აი ზუსტად თვენახევარში დაახლოებით ორ თვეში კი ბატონო ეს თქვით, ანუ რეაბილიტაციის პერიოდზე მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია რომ სრულად როგორც არის გათვალისწინებული, თქვა სამედიცინო თვალსაზრისით, სწორედ აი ამ რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედოს ბავშვმა და თქვა დროზე ადრე არ დაუბრუნდეს სპორტს, არ დატვირთოს ისევ თავი და კიდევ უფრო არ გაამწვავოს ის პრობლემა, რითიც მიმართა ექიმს. ძალიან ესეთი სწორი შენიშვნა არის და სწორი კითხვა არის, იმიტომ რომ საკმაოდ ხშირად ხდება ისე სამწუხარო რეალობის წინაშე გავართ, რომ ბავშვი, ალბათ მშობელთან ერთად, რაღაც გარკვეული ზეგავლენის ქვეშ ექცევა, სადაც
ეუნებიან რომ არაუშავს, ეგ მეც მქონდა გადაგივლის, რომელსაც მივყავართ მე სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობამდე ისე რომ შეიძლება საოპერაციოს კი გახდეს. სამწუხაროდ მე მქონია რამდენიმე შემთხვევა, რა დროსაც ეს უწყინარი მარტივად ვთქვათ მდგომარეობა სერიოზულ სამედიცინო ჩარევამდეც კი მისულა. მნიშვნელოვანი არის გარკვეული ვადები, რაც რეალურად რეკომენდირებული არის საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, რომ დავიცვათ და სპორტში დაბრუნება, დასვენება არ ნიშნავს იმას, რომ გაგივლის თავისი. დასვენებით არ გაგივლის. იმას უნდა შესაბამისი მომზადება. თუ სპორტზეა საუბარი, მხოლოდ ამ შემთხვევაში თორე პიანინოს დაკვრის დროს მოდიეთ მარტივად ვიტყვი, შლატერს კონკრეტულად ოზგუ შლატერის დაავადება შეიძლება არ გაგიმწვავდეს. ამიტომ ის რეკომენდაციები, რომელსაც ფიზიოთერაპევტები, ექიმები აძლევენ მშობელს, ეუნებიან, რომ ეს გასათვალისწინებელია, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უმტკივნეულო დაბრუნება და რეციდივი არ მოხდეს ტრაუმით, რომელიც კიდევ მოდი ასე ვიტყვი, ორჯერ მაინც ზრდის უკვე უკან დაბრუნების სპორტში უკან დაბრუნების ვადას თუ გაუმეორდა ტრავმა. გოგოები და ბიჭები. ამ შემთხვევაში თუ არის ესეთი გასათვალისწინებელი, როდესაც ვარჩევთ სპორტის კონკრეტულ სახეობას, ფიზიოლოგიური მონაცემებიდან გამომდინარე გულისხმობ ცხადი. ესე კონკრეტულად არ არის, მაინდა-მაინც იქ წახვიდე, იმიტომ რომ გოგო ხარ ან მეორე სპორტში მიხვიდე, იმიტომ რომ ბიჭი ხარ, თუმცა არის ესეთი ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით. არა, ეს ცხადი არ იქნება, თუმცა შესაძლოა ვთქვათ ვიგულისხმე ის, რომ სხვადასხვანაირი დატვირთვით შეუდგნენ კონკრეტული სპორტის სახეობას, ვთქვათ. კი ბატონო, აი აგიხსნით როგორ ხდება ზოგადად. ნახეთ, აქ არის საერთაშორისო სტანდარტი, რეკომენდაცია არის ის, რომ ადრეულ ასაკში გოგონები და ბიჭები აუცილებლად ერთად უნდა იტვირთებოდნენ. ძალიან ხშირად მინახია მე საზღვარგარეთ ყოფნის დროს, რომ გოგონები და ბიჭები 5-6 წლის, 7 წლის ერთად ვარჯიშობდნენ, ერთად თამაშობდნენ. ამის შემდგომ უკვე უკვე არჩევანი არის ბავშვის თუ რომელი სპორტისკენ წაუვა გული, რომელიც სპორტი უფრო მოსწონს. არ არსებობს ეს ცალკე იზოლირებული კონკრეტული რაღაც მიმართულება, რომ გინდა თუ არა ამ სპორტში მაინდა-მაინც გოგონებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ან ბიჭებმა. 2000 ძალიან დიდი ხნის ალბათ 15 წლის წინ თუ არ ვცდები, როდესაც ქალთა ფეხბურთის განვითარება დაიწყო საქართველოში, სულ 15 ფეხბურთელი იყო და პირველი ქალთა ფეხბურთის ნაკრების ექიმი მე გახდით და დღეს რო უყურებ 15-დან თუ არ ვცდები სადღაც 200-ს ხდება უკვე, უფრო მეტიც მე მგონი 200-300-ს ხდება უკვე გოგონათა რაოდენობა, რომელიც დაკავებულები არიან ფეხბურთში და ეს ადრე შეიძლება მარტივად თქვა წარმოუდგენელი იყოს, თუმცა დღეს აი საკმაოდ მასობრივად არის და რომ მოდიან გოგონა ფეხბურთელები ჩემთან კონსულტაციაზე და აი რაღაც ელემენტარულ ემაზე მე ვატყობ მათ, რომ ეს სპორტი უყვართ, აინტერესებთ და აი ამ მიმართულებით უნდა მოხდეს ბავშვის ხელის შეწყობა და არა ის, რომ იცი რა იქ არ წახვიდე იმის გამო, რომ იქ ის უფრო ბიჭების სპორტია. არ არსებობს ესეთი რაღაც. ძალიან ხშირად მშობლები თვითონ წყვეტენ ხოლმე, რომ ბავშვს კარგი მონაცემები აქვს. შესაძლოა ამ შემთხვევაში მწვრთნელიც ამხნევებთ და ეუბნებათ, რომ არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს და აი ამ დროს რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენც თქვით, რომ აუცილებელია წელიწადში ერთხელ ვთქვათ ექიმის რეკომენდაცია. აი რა რჩევას მისცემდით მშობლებს, რომლებიც ცდილობენ და სად უნდა ვიპოვოთ ბალანსი ჯანმრთელობასა და წარმატებას შორის სპორტში. კარგი კითხვაა ძალიან იმ მიმართულებით, რომ ხშირად მოდიან ჩვენთან პაციენტები, მშობლებთან ერთად, ბავშვები და ამ საუბარში რა დროსაც ეკითხები თუ რა დატვირთვას იღებს ბავშვი კვირის განმავლობაში, აღმოჩნდება, რომ გარდა მისი სპორტში დაკავებისა, სადაც დადის კვირაში 3 დღეს და ცალკე დამატებით კიდე 3 დღე ინდივიდუალურ ვარჯიშებზე დადიან. ძალიან ხაზგასმით არის ეს რეკომენდირებული, რომ დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, როდესაც არის მომწიფებელი ორგანიზმი, მხოლოდ და მხოლოდ საპირისპიროდ მოქმედებს სწორ განვითარებაზე, სწორ ფიზიკურ კონდიციების ჩამოყალიბებას და პირიქით კიდევ შეიძლება სამედიცინო ჯანმრთელობის მხრივ, სამედიცინო მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პრობლემები წარმოიშვას ბავშვისთვის.
ამიტომ სწორად შერჩეულმა ფიზიკურმა დატვირთვამ სწორად შერჩეულმა სპორტმაც თუნდაც აი ამ მიმართულებით თავის მწვრთნელებთან ერთად სამედიცინო კონტროლის ქვეშ უნდა აგვაცილოს თავიდან ის რისკები, რაც ამ ყველაფერს ახლავს თავიდან. თუ ეს არ გავითვალისწინებთ, თუ ეს ასე ვთქვათ არ დავაბალანსეთ, ეს არ არის არც მწვრთნელისთვის, არც მოზარდისთვის, არც მშობელისთვის და არც არავისთვის კარგი. სწორი კვება, რა თქმა უნდა, აუცილებელია სპორტის, არა მარტო სპორტული აქტივობისას ცხადია ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, თუმცა რამდენად აუცილებელია და რეკომენდებულია გარკვეული დანამატების მიღება, მაგალითად პროტეინების მიღება. თქვენი რეკომენდაცია როგორია? მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ მით უმეტეს ბავშვთა ასაკში, როდესაც ყველაზე ისეთი ფაქიზი არის გარდატეხის ასაკში, როდესაც ფაქიზი არის სხეული, რაიმე სახის საკვები დანამატი მიიღოს ბავშვმა. სწორი კვება არის და სწორად შერჩეული, მოდი ესე ვიტყვი, რაციონი არის იდეალური იმისთვის, რომ და თავის ფიზიკურ, სწორად შერჩეულ ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად გამithარდეს ორგანიზმი ისე, რომ გამithარდეს სხეული ისე, რომ ფიზიკური კონდიციაც საკმარისი ქონდეს, ჯანმრთელობაც შეინარჩუნოს და იმ თავის სპორტში რასაც არის დასაქმებული წარმატებულიც იყოს. ერთადერთი რეალურად რაც მახსენდება ახლა მე ყოველ შემთხვევაში ბოლო რეკომენდაციებით, ესეთი ეგრეთ წოდებული მტკიცებით ფორმაში, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, საკვები დანამატი, რომელიც არის კრეატინი, რომელსაც არავინ არ აძლევს ბავშვთა ასაკში. თუ არ არის ამისი კონკრეტული ჩვენება და თუ ვინმე აძლევს, მოდი ესე ვიტყვი, ეს არის ძალიან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტის ხმით, როგორც ფიზმოზადების მწვრთნელი, ისე ნუტრიციოლოგი და დანარჩენი სხვა ვინ შეიძლება იყოს მის გარშემო სპეციალისტები. მე წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ თუ არ არის ეს სამედიცინო ჩვენება და არ აქვს რომ თუნდაც ელემენტარულად ვიტამინის ნაკლებობა, ხომ, ესე იმის გარეშე, რეკომენდაციის გარეშე, არავითარ შემთხვევაში იგივე D ვიტამინი ავიღოთ, იგივე C ვიტამინი ავიღოთ და ასე შემდეგ. ამის ჩვენება უნდა იყოს იმისთვის, რომ მოხდეს ამ ყველაფერს მიღება. დაბალანსებული კვება, წყალი, ეს არის აბსოლუტურად საკმარისი იმისათვის, რომ აბსოლუტურად საკმარისია სწორად შერჩეული რაციონი, აბსოლუტურად საკმარისი არის იმისთვის, რომ სწორად გამithარდეს ორგანიზმი. რა დატვირთვა უნდა კონდეს ბავშვს ისეთი, ესე ვიტყვი, რომ სწორად შერჩეული იმ ენერგიები, იმ კალორიებმა, იმ საკვებმა არ აანაზღაუროს და დამატებით დაგვჭირდეს რაიმეს მიღება. თუ ზედმეტი არის, ესე იგი რაღაც არასწორი მიმართულებით მიდის და თუ ბავშვი გადაღლილი არის ყოველი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და არ აქვს არანაირი სურვილი, არც ენერგია მოსდევს და ასე შემდეგ, ძილის ფაზაც კი დარღვეული აქვს, მაშინ რაღაც არასწორად ხდება. რამდენად უწყობს სპორტული აქტივობა ხელს, რომ გამოგვიმუშავდეს დისციპლინა, პასუხისმგებლობის შეგრძნება, რამდენად გვეხმარება ეს? მე უკვე შესაძლოა ეს გამოგვადგეს მეცადინეობის პროცესში და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მე რაც ვიცი, ძალიან სერიოზული რეკომენდაციაა და რა თქმა უნდა, მე ვემხრობ იმას, რომ სპორტი გამოიმუშავოს დისციპლინას. სპორტის სხვადასხვა სახეობა არის ინდივიდუალური და არის გუნდური. გასწავლის ინდივიდუალურად საკუთარი თავის თვითონ მართვას, ასე ვიტყვი. გუნდურობა გასწავლის სხვასთან ურთიერთობას, გასწავლის თუნდაც სხვის დახმარებას. იქ არის ბევრი ნიუანსი და ელემენტი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება გამოადგეს მერე ბავშვს. ამიტომ მეცადინეობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაგეთანხმებით, სწავლასთან დაკავშირებით, რომ ხელს უწყობს ყოველ შემთხვევაში დღევანდელ რეალობაში უფრო მეტად კონცენტრირდეს ბავშვი სწავლაზე, ვიდრე ფიზიკურად დაუღლელი, მოდი ესე ვიტყოდი, მოსწავლე. კიდევ ერთი რაც მინდა გკითხოთ, ხშირად მშობლები სპორტის კონკრეტულ სახეობაზე აკეთებენ არჩევანს იმის მიხედვით, რას მენიათ ამა თუ იმ სპორტის სახეობის შესახებ, რომ მაგალითად რაღაც სურვა ზრდის სიმაღლეში, რაღაცა ეხმარება, არ ვიცი, გარკვეულ რაღაც ხელს უწყობს, მოკლედ გარკვეული უნარების გამომუშავებას. ეს შეგვიძლია სპორტის ესეთი სახეობები დავასახელოთ? ნუ სურვას ასახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მოდი ესე ვიტყვი, არა მაინც და მაინც პროფესიული მიმართულებით
ჩართვა ამ სპორტში ცურვის მიმართულებით, თუმცა ცურვა ზოგადად უფრო კარგად ანვითარებს ზვალსახსროვან სისტემას და კუნთოვან სისტემას, იმიტომ რომ რაც კონკრეტულ უწონადობაში გადადის წყალში სხეული, უფრო კარგად იტვირთება კუნთოვანი ნაყესოვანი სისტემა, ვერტიკალური დატვირთვა არ მოდის არც სახსრებზე, არც ხერხემალზე, ამიტომ ერთ-ერთი ისეთი წარმატებული დისციპლინა, რომელიც რეალურად შეიძლება ერჩიოს არა მარტო ბავშვთა ასაკში, არამედ სხვა ასაკშიც არის აბსოლუტურად ცურვა ნებისმიერი ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ. ცურვასთან ერთად ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთიც ერთ-ერთი ხელშემწყობი სპორტია იმისთვის, რომ ჩვენი შვილები სიმაღლეში გაიზარდონ. მარტო კალათბურთი არა, მოდი ესე ვიტყოდი, მაშინ იქ შეიძლება იყოს ფრენბურთი, შეიძლება იყოს ხელბურთი, სადაც უფრო ფიზიკურად ძლიერები და დიდები არიან ამ სპორტიდან გამომდინარე. რაღაცა გარკვეული დოზით ეხმარება, თუმცა ეს არ არის მაინდა-მაინც ესეთი ამოსავალი წერტილი, გინდა თუ არა ამით დაკავდები მაინდა-მაინც მაღალი იქნება. გასაგებია, მე მგონი გავეცით პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ასეთ მითებს ავრცელებს. სხვა სახეობები რამე ისეთი არის, რაც მაგალითად აფერხებს პირიქით ზრდის პროცესს. ზოგადად ვერტიკალური დატვირთვა, სადაც ძალიან ბევრი და დიდი რაოდენობით წონებთან გვაქვს საქმე, იძახიან რომ არ არის ამისი ცალსახამტკიცებულება, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით მსჯელობენ იმაზე, რომ რეალურად შეიძლება შეაფერხოს სიმაღლეში ზრდა. შესაძლოა თუ არა, რომ ან ტრამვები, რომელიც ბავშვმა მიიღო პატარა ასაკში, იმ მომენტში არ გამწვავდა, შესაძლოა უყურადღებო დარჩა, მაგრამ უკვე ზრდასრულ ასაკში თავი იჩინა და შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სწორედ ბავშვობაში მიღებული ტრამვის შედეგია. დიახ, არის ესეთი, სამწუხაროდ ხდება, არა მარტო ერთი, არამედ ბევრი სახეობა არის ესეთი, ბევრი სახის ტრავმა არის ასეთი. მაგას ეგრეთ წოდებული, როგორ ვიტყვით, ესეთა neglect ტრავმებს ეძახიან ინგლისურად, ანუ ყურადღებას რომ არ აქცევ, რომელიც ცვლის აბსოლუტურად განსხვავებულად ფიზიკურ დატვირთვას, აბსოლუტურად ბიომექანიკას, თუნდაც იგივე ის ოზგუჩლატერის დაავადება, რაზეც ვისაუბრე, რომელიც დროთა განმავლობაში მერე უფრო გამოიხატება რამდენიმე წლის შემდგომ და შეიძლება ეს თავის კონკრეტული პრობლემა გამოიწვიოს, მუხრის სხვა დაზიანებებს მისცეს პროვოცირება, ხერხემლის ტრავმები, რომლებიც სამწუხაროდ ესეთი არ არის ძალიან ჩაღრმავებული, მოდი ესე ვიტყვი, არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვაგანაც, იმიტომ რომ არ არის საუცლებელი ესეთი საკმაოდ სერიოზული ტკივილი კონდეს ბავშვს, რომ თქვას, რომ აი არ შემიძლია. არის ყრუ ტკივილი, რომელიც მუდმივად მიჰყვება ესეთი ბავშვთა ასაკში, პარსის ტიპის დაზიანებებს ეძახიან ეს სამედიცინო ენაზე და გეწოდებული სტრეს დაზიანება, როდესაც გადატვირთვის შედეგად და ესე გროვდება და სადაც ვიწრო აი გაწესო რომ მეთქვან, აი ბოლოს შეიძლება ისეთი სურათი ჩამოყალიბდეს, რომ ნევროლოგია იყოს გამოხატული, გადაცემით ხასიათის ტკივილები ფეხებში და ასე შემდეგ, რომელსაც უკვე რომ მივდივართ ამ მდგომარეობამდე რთული არის ექიმებისთვის მართვა. იშვიათად, ძალიან იშვიათად, თუმცა ზოგს ქირურგიული ჩარევაც კი დასჭიროებია. და ბოლოსკენ მინდა კითხოთ სპორტ დარბაზებზე, უფრო ხშირად თინეიჯერები ზრდასრულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, დღეს არ ვსაუბრობთ, ბავშვების გარშემოტრიალებთ და თინეიჯერებიც მათ შორის ჯერ კიდევ ბავშვებში გადიან 16 წლამდე. მიდიან ხოლმე სპორტ დარბაზებში და საკუთარი ინიციატივით და საკუთარი ცოდნით, ან შეხედულებით, ან რაც გამოზდით, აი ამის მიხედვით ვარჯიშობენ. რამდენად მნიშვნელოვანია სწორად ვარჯიში ასეთ დროს და ერთი შეხედვით უწყინარმა სპორტულმა დატვირთვამ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს? კი, ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, დროში ვცხოვრობთ და ეგრეთ წოდებული ChatGPT-დან გასაუბრების შემდეგ არის ხშირია სამწუხაროდ მყავს მე ეს პაციენტები, რომლებიც აი ამ გასაუბრების შედეგად გადაწყვეტავენ, რომ წავედით და ეს ჩემთვის ეს დატვირთვა არის კარგი, ისე რომ საკუთარი სხეულის ნიუანსები არიციან, ისე რომ საკუთარი სხეულის ბიომექანიკა არიციან, ისე რომ საკუთარი სხეულის თუ რისი გაძლება შეუძლია, რა დატვირთვის, რა წონის აწევა შეუძლია, ეგრეთ წოდებული სკრინინგი არ აქვს თავისი სხეულის მარტივად რო თქვა გაკეთებული, იწყებენ დატვირთვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სადამდეც ახალგაზრდა ორგანიზმია ძლებს, თუმცა შემდგომ უკვე იწყება აი ეს არ არის აუცილებელი ტრავმა იყოს, ან ფეხი გადაიბრუნოს რაღაც, მაგრამ უკვე იწყება ეგრეთ წოდებული აკუმულაციური დატვირთვის
შედეგების ნახვა, რომელიც იქ ხტილის წვეთა დავარქვა თუნდაც იოგოვანი აპარატის და მყესოვანი აპარატის ქრონიკული ანთებითი პროცესი და ეს ამ ყველაფერს მივყავართ მე იქამდე რომ ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ setback-ები აქვს და უკან ბრუნდება მე და ხელახლა უწევს ამ პროცესის გავლა მკურნალობის შემდგომ რა თქმა უნდა. კი ბატონო, დიდი მადლობა. საინტერესო და მნიშვნელოვანი რჩევებისთვის. იმედი მაქვს, რომ მშობელთა კრების მაყურებელმაც მოისმინა. მისთვის მნიშვნელოვანი ამბები ამ საკითხზე, რაც ეხება სპორტს და ბავშვებს. ამით უნდა დაგემშვიდობოთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. არ დაგავიწყდეთ, რომ მოგვიწონოთ და მოგწეროთ თქვენი რეკომენდაციები და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები.